როგორ მოკვდა გიორგი, რა მოხდა სინამდვილეში. ძალიან ბევრმა საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს, რომ ჩემი ვაჟიშვილი გარდაიცვალა ასეთოსირებით. ეს არ ყოფილა ასეთოსირება. სინამდვილეში რა მოხდა? იმ დილით მან დაურეკა ნარკოდილერს სახელად დავით თუშმალიშვილი და უთხრა, რომ უნდოდა 2 ლირიკა. მან უთხრა, რომ ერთი ქონდა და ერთსაც გააჩითავდა, ამის შესაბამის მიწერ-მოწერას დავდებ ვიდეოში. ოღონდ ჩემ შვილს უნდა გადაერიცხა 100 ლარი. ჩემმა შვილმა ეს 100 ლარი გადარიცხა და ამის ქვითარსაც წარმოგიდგენთ. ახლა საიდან მაქვს ეს ინფორმაცია? მე პირადად მისი ტელეფონი გავტეხე კოდი, არ იყო რთული კოდი და შეძენი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში დიდი ცოდნა არ მაქვს და ამიტომ ხელთ მაქვს ყველა მიწერ-მოწერა ამ კონკრეტულ ნარკოდილერთან. რომ მივიდა ეთყობა იმას სინამდვილეში ლირიკა არ ქონდა, ეს 2 ცალი ლირიკა, თანხას ხო არ დაკარგავდა და მისცა რაღაც სხვა პრეპარატი. ამ პრეპარატს დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზა. ჩემმა შვილმა იგრძნო, რომ გახდა ცუდად და თხოვა, რომ გადამიყვანეთო ხუდუშაურის კლინიკაშიო. იმან კიდე იფიქრა, ჩემს სახლში ცუდად არ გახდესო, სახლიდან გამოიყვანა, გამოიწახა ტაქსი და უთხრა, რომ რა ხუდუშაურის კლინიკაო, წადი სახლშიო. და გამოიძინა და კარგად იქნებიო. ჩემი შვილი არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ვიღაცისთვის რამე დაეძალებინა, თან მიხვდა რატომაც ეუბნეოდა, იმიტომ რომ იმას შეეშინდა, რომ სადმე იქ ტელეფონის ამოღება არ მომხდარიყო და მისი გვარი არ გაშღერებულიყო და ამიტომ არ უნდოდა მისი კლინიკაში მოხვედრა. ამიტომ ჩემმა შვილმა უთხრა მას, რომ დედაჩემი წევსო ხუდუშაურშიო და დედაჩემს ვნახავო. ხო და ესეც საიდან ვიცი, იმიტომ რომ თვითონ მეუბნება მომატყუაო, რომ დედაჩემიო ხუდუშაურში წევს, ისე უნდოდა ხუდუშაურში გადასვლაო, რომ ესეც კი მომატყუაო და მე ვთხარიო, რომ არანაირი ხუდუშაური წადი დაწექი სახლში დაიძინე, გამოიხვიწე ნაკავი, რა უფლება აქვს მაგას ვიღაცეებს რამე უთხრას. უკაცრავად. ხო და ასე რა ქვია. და ტაქსის მძღოლსაც იგივე უთხრა. ნასვამი არისო, შეიძლება ჩაეძინოს მანქანაშიო და არავითარ შემთხვევაში კლინიკაში არ მიიყვანოთო. მე რამდენადაც ვიცი, ეს გამომძიებელთან დაფიქსირებული აქვს ტაქსის მძღოლსაც. მე რო დავრეკე მის ტელეფონზე, ტაქსის მძღოლი იდგა უკვე ჩემს სახლთან სადღაც 10 წუთის მანძილზე. ჩავედი თუ არა, როგორც ვიყავი სპორტულებით, ჩუსტებით, ესევე ჩავედი და მე ვთხარი სასწრაფოდ წავიდეთ კლინიკაში. თქვა ამ დროს რეკას გიორგის ტელეფონი და რეკას ეს ვარიგა. მოკლედ ამ ეს ნარკოდილერი მეუბნება, რომ თქვენ როგორ ხართო, მე ვთხარი გიორგის დედა ვარ კლინიკაში გადამყავსო. რა უნდაო მაგასო კლინიკაშიო, სახლში აიყვანეთო, არანაირი კლინიკაო. თან რაღაცა ესეთი მუქარა შერეული იმით. მე ვთხარი შენ დაგეკითხებით ხო, გავუთიშე ტელეფონი და სასწრაფოდ წავედით კლინიკაში. რა მოხდა კლინიკაში? კლინიკაში მისვლისთანავე, ეხლა წარმოიდგინეთ სპორტულად, ჩუსტებით მისულ ადამიანს ყურადღებას არავინ არ გაქცევს, რა თქმა უნდა და ვეუბნები, რომ ცუდად არის ადამიანი, უგონოთ არის და სასწრაფოდ იარში შევიყვანოთ, თქო. ხო და ესე იგი გამიწელეს საათი, ხო მე ექიმის სახელს და გვარსაც გეტყვით, ანმარი კვახაძე. ესე იგი გამოვიდა ესე ვითომც რო აქ არაფერი, ხო და ასე რა ქვია, ხო როცა მოვიცლით გამოვალთო თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ დაგვიანებით შეიყვანეს კლინიკაში. როდესაც მე ვნახე, ფერი ქონდა ვარდისფერი, პულსიც ქონდა. უკვე დაგვიანებულზე იქნა, რომ მთელ კარებზე ვარახუნებდი, ვამტვრევდი, რომ სასწრაფოდ ეხლავე გამოდით, ვიდრე არ მოკვდება პაციენტი, მანამდე არ შეიყვანთო და ბოლო-ბოლო რო იქადრეს გამოსვლა და რო შეიყვანეს, უკვე მწვანე ფერი ქონდა. რეალურად ფორმა 100-ში ყველაფერი წერია დაუზუსტებელი, ესე იგი, გულის გაჩერება დაუზუსტებელი, კომა დაუზუსტებელი, გამოდის ექიმიდან მეუბნება ნახევარი საათის მკვდარიაო და CPR-ს ვაკეთებ. ქალბატონო მე ვთხარი, ექიმი არ ვარ. ნახევარი საათის მკვდარ CPR-ს ვინ უკეთებს მე ვთხარი, არ გადამრიოთ ახლა 5 წუთის შემდეგაც არ კეთდება ეგ თქო. რეებს მეუბნებით მე ვთხარი. მოკლედ ძალიან დიდი უყურადღებობა გამოიჩინა საავადმყოფო, მე არც ის მithავს, რომ თქვა კოლეგა იყო, არაფერი, უბრალოდ გამწარებული ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი რომელსაც უგონოდ მიიყვან საავადმყოფოში, იქ საავადმყოფო იმას ყურადღებას არ მიაქცევს. ასე სუწუთებით გული გაუჩერდა, არც წერია გარკვევით რა პროცედურები იყო ჩატარებული, იყო თუ არა ინტუბირებული და ასე შემდეგ. მოკლედ გული ვეღარ ამუშავდა.
სულ რამოდენიმე წუთი იყო საჭირო იმისათვის, რომ გადარჩენილიყო. მერე ეს რო გაიგო იმ ვაჟბატონმა ნარკოდილერმა, რომ მე ტელეფონი გავტეხე, მისი ნომერიც ვიცოდი და ყველაფერი გადარიცხვის და იმის შესახებ მობრძანდა. და პირველი რაც მითხრა ის არის, რომ მამა ჩემიო პოლიციელიაო და მოკლედ პოლიციამ გრიშავსო რა, რაღაც მსგავსი წაილუყლუყა. კარგი, მაგის შემდეგ მეუბნება ხა ტოლსაბიტ რომ არ შეუშინები ვარ და არ უთქვავს რომ მოკლავო ან რაღაც ესეთი, მაგრამ სხვაზე მეუბნება რომ იმას რა გონიაო, მე მკვლელობასაც წამსვლელი ვარო. ხო და ეს ის რო არის ერთალო თუ მოლო რომელმა უნდა გაიგონოს არ ვიცი და რომელს ეუბნებიან რაღაც მსგავსი და მე ვთხარი შერაგონია ხლა მე რომ სიკვდილით შემაშინებ უკვე მკვდარ ადამიანს თქო. ყველა ინფორმაცია პოლიციას გადაცემული აქვს. სხვადასხვა შეხვედრა მქონდა, მე გამოვიცვალე გამომძიებელი, რომელიც არ მომეწონა, იმიტომ რომ ტელეფონის ნომერიც კი არ ჩაიწერა ამ ადამიანის, არ მინდა ხა სხვარების დასახელება ამ მომენტში და საქმე შემდეგში ვინც შემოხვდა პოლიციაში, მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყურადღებისათვის მოსმენისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე მინდა დავუსვა შეკითხვა. რატომ არ არის ეს ნარკო დილერი დავით დაგვარი ვთქვი, დუშმანიშვილი, მგონი თუ დუშმანიშვილი წერია იქ, რატომ არ არის დღემდე დაკავებული? რატომ არ არის მისი ტელეფონი ამოღებული? რატომ არ არის გაშიფრული, რომ არა მხოლოდ ჩემი შვილის მიმართ, არამედ სხვებსაც ბევრი გადარიცხვები ექნებოდა გაკეთებული მისთვის და შეიძლება სხვებიც ასევე არიან გარდაცვლილები იმ საშინელი რაღაც პრეპარატით, რაც ახლა შემოტანილია საქართველოში და მინდა ახალგაზრდები გავაფრთხილო ამის შესახებ. კონკრეტულად პრეპარატის ქიმიურ შემადგენლობას და ასე შემდეგ, როგორც გითხარით, ექსპერტიზა დაადგენს. ისე ვიმეორებ და გავიმეორებ. მკვდარს სიკვდილის არეშინია. ერთადერთი, რასაც ვითხოვ სახელმწიფოსგან, რომ დაიცვან ჩემი ნაბოლარაშვილი, რომ ნაბოლარაც არ მომიგლა. და ვითხოვ ჯერ აი ამ ადამიანის დასჯას კონკრეტულად ვისი მტკიცებულებებიც არის ამ წამლებთან დაკავშირებით გასაღებაზე და მე მთელი ჩემი ცხოვრება მოვანდომებ ყველა ასეთი ნარკოგამსაღებლის სრული სიმკაცრით, კანონმდებლობის სრული სიმკაცრით დასჯას. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ დაცულები, მათ არ უნდა შეექმნათ წამების მდგომარეობა და დისკომფორტი. ამაზე ცალკე ვფიქრობ კიდე, ცალკე ვფიქრობ იმასეც, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი თუნდაც დეტოქსი, რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია და რაც არ ხერხდება რესოციალიზაცია. ამაზე ცალკე ჩავწერ მე ვიდეოს იმ გეგმებს, რა გეგმებიც მაქვს ამასთან დაკავშირებით. დღეს ძირითადად მინდოდა მხოლოდ ის მეთქვა, რომ ჩემი შვილი არ იყო ზედოზირებით გარდაცვლილი. მას ჰქონდა მიღებული თავისი ცოდნით 2 ლირიკა, სინამდვილეში ის 2 პრეპარატი, რაც იყო, კიდევ ვიმეორებ, დადგინდება და ძირითადად მისი სიკვდილი დადგა იმის გამო, რომ ნარკო გამსაღებელმა არ მოისურვა მისი კლინიკაში გადაყვანა და ყველაფერი გააკეთა ამისათვის, რათა სადმე მისი სახელი არ გამოჩენილიყო და ამასთანავე ისევ მინდა გავიმეორო, რომ მართლა ყავს თუ არა ფარველი პოლიციელი მამა, ამის დადგენა მინდა და რა თქმა უნდა, პოლიცია და ის ადამიანები, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობენ, რატომღაც მაქვს ამისი განცდა და იმედია, რომ ეს განცდა არ გამიცვლდება, ამ ახალგაზრდას რაც შეიძლება მალე დააპატიმრებენ, რომ სხვა შვილები მაინც გადარჩნენ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ყოველ დღე შეიძლება კიდე ახალი მსხვერპლი დადგეს.